Who studies what, where, and with whose money? ვინ რას ისწავლის და ვისი ფულით საქართველოში ამიერიდან სტუდენტის არჩევანი აღარ არის. მის მაგივრად ამას მთავრობა გადაწყვეტს. ანუ უფასო განათლების შემოღება თურმე სტუდენტის თავისუფლებას ზღუდავს. ასე მუშაობს ბრიუსელის პროპაგანდა. ირანის დაბომბვა ევრობიუროკრატიას არც კი შეუმჩნევია. ქართული განათლების რეფორმა კი გულში მოხვდა. და ცხადია არა იმიტომ რომ სწავლა უფასო გახდა, არამედ ეროვნულ რელსებზე დადგომა ეხამუშა. ჩვენ ვართ იღალთოს და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. ფსევდოლიბერალები ამბობენ, რომ ესე იგი თუ პატრიოტი ხარ, თუ შენი სამშობლო გიყვარს, თუ ხარ ტრადიციული ღირებულებების მომხრე, აუცილებლად უნდა იყო ფაშისტი, ექსტრემისტი, პრორუსი. არა, ეს კლიშეები უნდა დამთავრდეს. ევრობიუროკრატების ენაზე კი ეს დეზინფორმაცია და რუსული ნარატივია, რომელიც უნდა დაიბლოკოს და დასანქცირდეს. Ladies and gentlemen, this is TVP World. ეს TVP World-ია, სადაც ჩვენ დეზინფორმაციასა და fake news-ებს ვამხელთ და ვანგრევთ. TVP პოლონური მედია გიგანტია, რომლითაც ბრიუსელმა Deep State პროპაგანდის არხები, ამერიკის ხმა და რადიო ევროპა მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც ისინი ტრამპმა დახურა. შესაბამისად, დეზინფორმაციას ვანგრევთო, თავისთავად უკვე დეზინფორმაციაა. არაერთი წევრი ქვეყანა ითხოვს ჩავანაცვლოთ ამერიკის ხმისა და რადიო ევროპის დაფინანსება, რაც ავტომატურად ვერ მოხერხდება. თუმცა ძალიან ბევრი სხვა მედია ელის და მიიღებს ჩვენგან დაფინანსებას. And which side of the aisle do you stand? და თქვენ რომელ მხარეს დგახართ? Yeah, sure. მე სწორ მხარეს დგავარ. ეს არ არის რეფორმა, რადგან ის არც კვლევას ეყრდნობა და არც უნივერსიტეტებთან კონსულტაციას. ტყუილი, რომელსაც ევროპულ აუდიტორიას სიმართლე დასაღებენ. კვლევა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რა თქმა უნდა, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ასევე ვთხოვეთ ჩართულობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას. იმ თავითვე იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. ჩვენ პრაქტიკულად წირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას. შევთავაზეთ ის ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე. ერთად განგვესაზღვრა, თუ რა უნდა ყოფილიყო ილიას უნივერსიტეტში, რა თესეოში, რა სხვა უნივერსიტეტებში. და 2-3 დღეში ყოველგვარ დისკუსიის გარეშე აქციას საწყობ. არ ვიცი, მე საზოგადოება მიმშულოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ლოგიკურია სხვა. სავსებით ლოგიკურია. ბრიუსელს მის მეხუთე კოლონას ქვეყნის განვითარებაზე მსჯელობა კი არა, ქაოსი ჭირდება, რომ მარიონეტი ნაცმოძრაობა და მართვის პულტი დაიბრუნოს. დებატით რომ ეს არ გამოვა ლოგიკურია. სიმართლე რო გითხრათ, აქ სადებატოდ არ მოვსულა. და თუ დებატით არ გამოდის ხალხის შეშინება, სხვა ნაცადი გზაც არსებობს. სტვენა, ყვირილი, ბრახუნი, ფსიქოლოგიური შეტევის ტაქტიკაა. მეხუთე კოლონის მტკიცებით კი, სწორედ ეს არის არგუმენტირებული მსჯელობა. ეს არის არგუმენტირებული მსჯელობა წინააღმდეგ იმისა, რაც ხდება, იმიტომ რომ ეს არ არის რეფორმა. არადა რეფორმაზე მაღალი რანგის კომისიამ 9 თვე იმუშავა. ჩატარდა კვლევები, გაიმართა განხილვები უნივერსიტეტებში, დაისახა მიზანიც და სტრატეგიაც და ეს 100 გზის გაშუქდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დეტალურად შეისწავლა ის პრობლემები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული უმაღლესი სასწავლებლები დგანას. საბოლოო მიზანი ქართული უნივერსიტეტის ევროპულთან გათანაბრებაა. სტრატეგია კი უფასო სახელმწიფო განათლება, რესურსის ოპტიმიზაცია და სწავლების მორგება შრომის ბაზარზე, ისე როგორც ევროპაშია. თითქმის 1600 საშუალო წლიურად ირიცხებოდა სამართლის ფაკულტეტებზე. კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენდა 2057-ს. ჩვენმა სიღრმისეულმა კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი შესვლა შრომის ბაზარზე. წლების განმავლობაში კვლევის გარეშე, ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში მიმდინარე პროცესებმა
ძალიან არასწორი მიმართულებით წაიყვანა სასწავლო პროცესის გან განვითარებული შემდგომი შედეგობრივი კავშირი. ჩვენ გვინდა მივიღოთ 5 წლიან პერსპექტივაში სრულიად ახალი ტიპის გამოშვებები, რომლის დროსაც რეალურად იქნება სტუდენტების ჩარიცხვის კვოტირების ნაწილიც ბაზარზე დადარებული. უკეთესი განათლება და დიპლომი, რომლითაც დასაქმდები. ეს არის რეფორმის მიზანი. სხვა მიზანი აქვს მეხუთე კოლონას, რეფორმის დისკრედიტაცია, რათა არ მოხდეს წინსვლა და ამ ფონზე შეინარჩუნონ გადატრიალების შანსი. არის მცდელობა, რომ ყველა მიმართულებით მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება საკითხების იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ დაბნეულობაში, რიგ შემთხვევაში მიზანმიმართულად შეეცადონ, რომ გამოიწვიონ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ბრაზი. წინააღმდეგობა იწევს წინააღმდეგობას და ძალიან საშიშია ხალხის რისხვა. ეს არის ადამიანები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაანგრევენ კიდევ უფრო მეც, რაც უფრო დიდი ხანი დარჩებიან ხელისუფლებაში. რა განათლების რეფორმა, რა შრომის ბაზარს მორგებული დიპლომი. ყველაფერი ქაოსისა და გადატრიალებისთვის. ერთადერთი რაც მეხუთე კოლონას აღელვებს ისაა, რომ საკმარისი ხალხი ვერ გამოჰყავს ქუჩაში. აი, აქედან რო გახვა, სულადაც 200 მეტრში ხალხი ისე გადის ქუჩაში, თითქოს მათ ეს საკითხი არ ეხება. ქალაქში არის ბრძოლობა, რომ არის გადამწყვეტი მომენტი. ხალხს უნდა მშვიდობა, არ სურს გადატრიალება და მარიონეტი ნაცმოძრაობის დაბრუნება. სინამდვილეში ეს არის მეხუთე კოლონის წუხილი და ბარიერი, რომელიც ვერ დაძლია. Education Minister Givi Mikhanadze მინისტრმა გივი მიქანაძემ უნივერსიტეტები ავეჯივით გადააადგინა. უფასო სწავლების შემოღებით ქართველი სტუდენტები სახელმწიფო ინვესტიციად აქცია. უცხოელები კი კერძო უნივერსიტეტებს შეატოვა. დაფინანსების ის მოდელი, რომელიც შემოთავაზებულია, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სტუდენტისთვის, რომელიც ღებულობს უფასო სწავლა განათლებას და მას შეუძლია მთლიანად ორიენტირებული იყოს სწავლაზე. ანუ უკვე ახლა მარტო ბავშვზე იქნება, მარტო აბიტურიენტზე იქნება დამოკიდებული მისი შესაძლებლობების გამოვლენის მაქსიმუმი, რომ მოახერხოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლინება. აღარ იქნება დამოკიდებული უკვე ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებზე. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ჩააბარონ იმ პროფესიულ დარგზე, რაც აინტერესებს, რადგან ჩემ პერიოდში მეც გამოვიარე აბიტურიენტობა, იმ დროს ფინანსებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი აბიტურიენტი ირჩევდა ისეთ დარგს, რომელიც არ აინტერესებდა, მხოლოდ მათი არჩევითი სფერო იყო ის, რომ უფასო იყო. ფიქრობ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლება გაზრდის, ესე რომ ვთქვათ, იმ მსურველთა რაოდენობას, ვისაც სურს ამ უნივერსიტეტში ჩაბარება, რაც გამოიწვევს ჯანსაღი შიდა კონკურენციის გაზრდას, ეს განვითარებისთვის აუცილებელია. სტუდენტები, რომლებიც აქამდე იმყოფებოდნენ ფინანსური წნეხის ქვეშ, რომ გადაიხადათ საუნივერსიტეტო ღირებულება, ეს პასუხისმგებლობა მოიხსნებათ და იქნებათ უფრო მეტი რესურსის ჩადების შესაძლებლობა იმ, ასე ვთქვათ, აკადემიურ გარემოში განვითარებისთვის, რომელიც მათ აქამდე არ ჰქონდათ. ამ რეფორმაში არის მთავარი არის პოლიტიკური კონტროლი. პოლიტიკური კონტროლის დამყარება არის მთავარი მიზანი და ყველაფერი დანარჩენი არის რაციონალიზაცია. ერთი არგუმენტი თქვით რამესთან დაკავშირებით და მე დავარქვათ ამ ყველაფერს თქვენი მხრიდან მშელობა. ერთი არგუმენტი თქვით რამეს. 7 გამოწვევა, 7 ამოცანა. რამეს გაქვთ არგუმენტი? გითხარით რა არის თქვენი მიზანი? თქვენ სიტყვებს თუ არა, ეს არგუმენტი. ნახე, თეზისი და არგუმენტი გერევათ ერთმანეთს. ყველანაირ დებატებზე მისვლა ამ არხზე იყო დიდი შეცდომა და ამას ვამბობ მე პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით. რომლებიც მივიდნენ იქ და რა თქმა უნდა თავიდანვე მე ამაზე უარი განვაცხადე. ანუ შეცდომაა საჯარო მსჯელობა. მხოლოდ დესტრუქციული ლოზუნგები უნდა იმეორო და ისიც ნაცმედია არხებზე, სადაც ალტერნატიული აზრი დაბლოკილია. ეს არის ბრიუსელის პროპაგანდის ფორმულა. და ვინც გადაუხვია, შეცდა. ჩვენ ყავს სტუდენტები, რომლებიც არიან პატიმრები და მინდა გავაჩვენო თქვენ მაყურებელს, ეს სტუდენტები, ეს არის მათე დევიძე, ეს არის ირაკლი მიმინოშვილი, ეს არის გიორგი მინდაძე. კონკრეტული ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და ეს ხო მძიმე დანაშაული. ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის 5 მცდელობა. და ეს იყო ძალადობრივი მცდელობები. თქვენ წინა ხაზზე, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და მოკალათებული ხართ ახლა სავარძელში. და თუ ადგება სავარძლიდან, ამითაც არაფერი იცვლება. ეს მინდა რომ მივცე. ბატონებს რო გქონდეთ და რო დამთავრდება ყველაფერი სიამოვნებით გაუკრავ მე კაბინეტებში.
თუ გაქვთ მოსაზრება უშუალოდ ჩვენ სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით? დაავიწყდა, რომ ციხეებში აღარ არის ის პირობები, რაც ნაცმოძრაობის პერიოდში იყო. არ ურტყამენ პატიმრებს, არ აწამებენ, არც აშიმშილებენ და არც ძალადობენ. ხოლო სტუდენტებს დისტანციური სწავლის საშუალებას აძლევენ, რაც გარეთ ასე აკლდათ. მთელ დღეებს ქუჩის აქციებზე ატარებდნენ და ნაცპროფესორები ამაში უწერდნენ ქულებს, არა სწავლა-განათლებაში. ჩავდივარ აქ სამეცნიერო სივრცეში, ვერთობი უშუალოდ ლექტორს. უშუალო საუბარი მაქვს და იქ ძალიან მიმართავს სწავლის პროცესს. მიგია თქვა, რომ ყოველი ჩემი დღე მართლა გაფერადებულია იმის გამო, რომ მე მაქვს ჩემი რუტინა. მინდა რომ მაღალ ქულებზე დავამთავრო და იმედი მაქვს, რომ მაგისტრატურაში მექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში ან საზღვარგარეთ ვისწავლო და ხარისხიც მიიღო. ასე რომ კედელზე გასაკრავად ნაცმოძრაობას ეს ფოტოები უფრო გამოადგება. სადაც სტუდენტები ციხეში უმაღლეს განათლებას ეუფლებიან, ხოლო რეფორმის კრიტიკას არგუმენტები სჭირდება. თქვენი დამოკიდებულება არის ისო თქვენ სჯით, ეხლა უბრალოდ ილიას სახელმწიფო, ეს არის დამსჯელობითი აქცია უბრალოდ, რომელსაც რასაკვირველია ვერავინ ვერ გავიზიარებ და ვერ დავეთანხმებით. ეს გამოსვლას, ნახეთ, პირველი გამოსვლა 0 არგუმენტი. მეორე გამოსვლა 0 არგუმენტი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რეფორმასთან დაკავშირებით, რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით, გამოწვევებთან დაკავშირებით, ამოცანებთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ არ აქვს. როგორ არ აქვთ, უბრალოდ ეს არგუმენტები ყველა რეფორმის მხარდამჭერია და ამიტომ ვერ ამბობენ, თორემ სანამ რეფორმა დაიწყებოდა, არსებული ვითარების გასაკრიტიკებლად ხშირად იმეორებდნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეცენტრალიზაცია. ეხლა გასაგებია, ქვეყანა პატარა არის და პრინციპში ხარისხიანი განათლებისთვის რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლა, შესაძლებელია. კი, ეს არის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული. სოფლის სკოლა დამთავრებული 12 უფრო ნაკლები ალბათობით ირჩევს პოპულარულ უნივერსიტეტს და ირჩევს უნივერსიტეტს გეოგრაფიული ნიშნით და არა პოპულარობის ნიშნით. ანუ საკუთარ თავს იზღუდავს, იმიტომ რომ ან ხარჯების პრობლემა აქვს, რომ ვერ წავა უფრო შორს. ორივე პრობლემის გადაჭრა მიმდინარე რეფორმაა. სტუდენტებსაც ეხსნებათ ხარჯი და ხდება დეცენტრალიზაციაც. ანუ მსხვილი რეგიონული ჰაბის შექმნა. კერძოდ ქუთაისში ისეთივე რესურსით, როგორიც თბილისშია. ჩვენ შემოგვაქვს პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რომელიც არის ერთ-ერთი ფუძემდებლური ამ რეფორმისა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში არსებული რესურსების ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში კონცენტრირებას, ამ შემთხვევაში თბილისისა და ქუთაისის კონტექსტში, იმიტომ რომ ეს ორი უნივერსიტეტი, ეს ორი ქალაქი, როგორც ცენტრალური ჰაბი, ისე ყალიბდება. მათ შორის ქუთაისის ჰაბი თავისი ინფრასტრუქტურით ამ გამოწვევისთვის უკვე მზად არის. ივანიშვილმა და ქართულ ფონდმა რეგიონში უმსხვილესი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაში ჯამურად 3 მილიარდი დოლარი დააბანდეს და შედეგად თავისი კამპუსით, სალექციო და კვლევითი სივრცეებით, ლაბორატორიებითა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის ყველა სტანდარტს პასუხობს. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ განვითარდება განათლების გარეშე. მხოლოდ განათლებულმა საზოგადოებამ უნდა მოახერხოს და გახდეს და ჩადგეს წარმატებული ქვეყნების რიგში. თუმცა ერთია ინფრასტრუქტურა და სიმძლავრეები და მეორე სასწავლო პროგრამები, რომლებიც ერთიანად მიუნჰენის უნივერსიტეტთან ასოცირებით არის შექმნილი. ის უნიკალური პროგრამები, რომლებიც შემუშავებული იყო თავის დროზე მიუნჰენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად და რომელსაც დაემატა შემდგომ ეტაპზე დანერგილი პროგრამები, კიდევ უფრო გაფართოვდება, გახმაურდება და ის კონცეფცია, რასაც ქვია ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, სწორედ რომ მოხმარდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი მომავალი თაობების საუკეთესო ინტერესს. სხვილ საუნივერსიტეტო ჰაბებთან ერთად მუშაობას სხვა რეგიონული უნივერსიტეტებიც განაგრძობენ. იმ სპეციალობებით, რაც ადგილზე უფრო საჭიროა. ჩვენ ასევე გვაქვს რეგიონული უნივერსიტეტები, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ მოხდეს იმ პროფესიების და იმ მიმართულებების განვითარება, რომელიც რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე გვაქვს. ანუ რეალურად ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული უნივერსალური ტიპის რამდენიმე უნივერსიტეტი და გვაქვს სპეციალიზებული უნივერსიტეტები. ბათუმი დარჩა მრავალპროფილურ უნივერსიტეტად, ეს ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის იმ ტრადიციული დარგების განვითარებას ნიშნავს, რაც აქამდე არსებობდა. სწავლის დაფინანსების გარდა სახელმწიფო უზარმაზარ სახსრებს უნივერსიტეტების რეკონსტრუქციაზეც დახარჯავს. ბათუმშიც, ქუთაისშიც, თბილისშიც, ყველგან სადაც ამის საჭიროებაა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შევინარჩუნოთ რიგი შენობებისა სახელმწიფო უნივერსიტეტების, რომლებსაც ისტორიული ღირებულება და კულტურული მემკვიდრეობის დანიშნულება აქვთ
რაც ჩვენი ისტორიის ნაწილია და ისინი მხოლოდ შენობა და არა ამ შენობებში კვლავაც გაგრძელდება ის საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც ტრადიციულად ამ დაწესებულებებისთვის იყო დამახასიათებელი. ხოლო სადაც შენობები ამორტიზებულია და ჩანაცვლებას მოითხოვს, შენდება ახალი. გურჯაანში გასტრონომიის აკადემია, ბათუმში კოლეჯი ბლექსის ახალი კორპუსი, თბილისში მშენებლობის ცენტრი. დასრულებულია ზუგდიდის უნივერსიტეტის, ბოლნისისა და ბორჯომის პროფსასწავლებლების მშენებლობა. ყველგან მოხდება სამეცნიერო კვლევითი პრაქტიკის დაფინანსებაც. მე-6 გამოწვევა სწორედ სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად კვლევითი საკითხების განვითარება არის, რატომ მეცნიერების მიმართულება ზოგადად 30 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად რეფორმირებადი იყო. ამას დაემატა ძალიან ბევრი პრობლემები და თქვენ იცით, რომ 90-იან წლებიდან მოყოლებული, ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა ძალიან ბევრი კვლევითი ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის გასხვისება. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აი ამ ორ ჰაბში თბილისსა და ქუთაისში აშენდეს საუნივერსიტეტო ქალაქები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველაზე თანამედროვე სტანდარტის სასწავლო სივრცეები, ის რაც დღეს არ გვაქვს, რომ პროფესორ-მასწავლებლები უზრუნველყოფილი არიან სამუშაო კაბინეტებით, ეს ყველაფერი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება. ნაცპროფესურა კი რეფორმაში ბრიუსელის გზიდან გადახვევას ხედავს. ქუჩის აქციებით იმუქრება და კითხვაც არ უჩინდება, რატომ მიიყვანა ამ გზამ ქართული უნივერსიტეტები სოფლიო რეიტინგების ფსკერამდე. სამაგიეროდ ამ პრობლემას სხვები ხედავენ და რეფორმის დახვეწაში ცებმებიან. დიალოგი არის ერთგვარი სტიმული და мотиваცია თვითონ ცოდნის, კვლევის, გამოცდილების, წახალისების და განვითარების. ცხადია ეს ასეა და არავითარი ალტერნატივა ამ გზას არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია დავждეთ უნივერსიტეტი, ჩვენი აკადემიური საბჭო, ჩვენი ფაკულტეტის საბჭოები და ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება აკადემიურ პროცესს, ნებისმიერი დისკუსია გავამართოთ, ნებისმიერი სიმწვავის დისკუსია გავამართოთ და მივიდეთ კონსენსუსამდე, როგორ რა ეს ხო იმას გულისხმობს, რომ გააუმჯობესო აკადემიური პროცესი. დიალოგი არის ერთგვარი სტიმული და мотиваცია თვითონ ცოდნის, კვლევის, გამოცდილების, წახალისების და განვითარების. ცხადია ეს ასეა და არავითარი ალტერნატივა ამ გზას არ აქვს. საერთოდ ნებისმიერი უნივერსიტეტის, ნებისმიერი მკვლევარის, მეცნიერის, თქვათ, ხარისხი იზომება სწორედ იმით, რამდენად რეიტინგულია ეს უნივერსიტეტი. Times-ის რეიტინგი არც ერთ ჩვენი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის. QS World University Ranking-ი, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის წარმოდგენილი და საერთოდ არ იძებნება ილიაუნი. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ აქცენტი Center for World University Ranking, სადაც TSO 1106 პოზიციას იკავებს, ილიაუნი 1479 პოზიციას. შედარება არ არის იმდენად სუსტია ჩვენი რესურსი აკადემიურ სფეროში. ამიტომ თავი ამოცანა რა არის, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც გვაქვს, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. გერმანიაში მოქმედებს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპი საერთოდ. და რატომ? იქაც რაც არის რესურსი, ცდილობენ მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოიყენონ. გერმანია სხვა შემთხვევაში ეტალონი იქნებოდა, თუმცა ახლა ევროპაზე სწორება მიუღებელი აღმოჩნდა. რეფორმის ჩასაგდებად იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ქართული განათლება ისედაც მწვერვალზეა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც წამყვანი მიმართულებები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაკულტეტები წაართვეს და უტოვეს მხოლოდ პედაგოგიკა. არ შეიძლება აი ამ 20 წლის განმავლობაში მართლა ასე მაღალ რეიტინგული უნივერსიტეტი დაშრალ. დაშლაში იგულისხმება, რომ ადმინისტრაციას პირადი შემოსავალი მოაკლდება. ათობით ათასი ლარი თითო სტუდენტისგან, რომელსაც შრომის ბაზარზე გამოუსადეგარ დიპლომს აძლევს. ახლა კი პედაგოგიური ინსტიტუტი ფესვებს დაუბრუნდება და პედაგოგებს გამოუშვებს, რომლებიც შრომის ბაზარს რეალურად სჭირდება. პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვაქვს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო ტექნიკური მიმართულებებით არის უმეტეს შემთხვევაში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი,
ვიდრე დღეს უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ფასარს. ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი დონის პროგრამები, რომელიც უკვე აპირებდა, რომ მომდევნო წლიდან, მომდევნო სასწავლო სემესტრიდან განეხორციელებინა უმაღლესი სამეცნიერო კვლევები. როგორია უმაღლესი დონის პროგრამების შედეგი? ყოველ მეორეს 5 წლიანი სწავლით მიღებული დიპლომი არაფერ შეადგება. დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ მხოლოდ 60%-ს ჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე. რეალურად ეს ადამიანები 40% საჭიროებს პროფესიულ განათლებას. ეს ერთი ციფრიც ნათლად აჩვენებს, რამდენად საშუალია რეფორმა. თუმცა გადასვლა თანდათან და რყევების გარეშე მოხდება. ამ რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს მხედველობაში დავემშვიდობოთ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ პირიქით გაუფრთხილდეთ თითოეულ მათგანს და მათი რესურსი მაქსიმალურად სწორი მიმართულებით იქნეს გამოყენებული აი ამ კონცენტრირებული რესურსების ფარგლებში. ცოდნის შექმნის, გენერირების და გადაცემის უწყვეტი ციკლი ეს არის საფუძველთა საფუძველი საუნივერსიტეტო ცხოვრების, ხო? ამდენად მე ვთვლი, რომ ზოგადად ნებისმიერი რეფორმა და ნებისმიერი განვითარება უნდა იყოს ორიენტირებული გარკვეული ტრადიციების გაგრძელებაზე. ოპტიმისტურად და იმედი გვაქვს, რომ ეს რეფორმა და ყოველ შემთხვევაში ის ფუნდამენტები, რაც ჩადებული ამ რეფორმის ძირეულ საფუძვლებში, გვაძლევს ამისი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ნამდვილად ეს იქნება სასიკეთოდ განათლების სისტემისთვის. ერთი ფუნდამენტი, რასაც რეფორმა ეყრდნობა, სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის გაძლიერება, მათ შორის გამოყენებითი მიმართულებით. დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ კვლევითი ინსტიტუტები, სადაც გარკვეული ტიპის კვლევები მიმდინარეობს, ძირითადი მიმართულება არის ფუნდამენტური კვლევების ნაწილი, სადაც ძირითადად მუშაობენ ახალი ცოდნის აღმოჩენაზე და შესაბამისად პუბლიკაციებს და ციტირების ინდექსები იზრდება, მაგრამ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოყენებითი კვლევების სტიმულირებაც. ნაცპროფესურა კი განგაში ზარებს რეკს. განათლებას გვართმევინო და რევოლუციური კომიტეტით შექმნეს, სახელწოდებით განათლება საფრთხეშია. ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური დაკვეთა და ემსახურებოდა პირველ რიგში აი ორ მთავარ მდგენელს. ერთი ეს არის, რომ თავისუფალი სიტყვა კრიტიკული აზრი გავაქროთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ არასამთავრობოები მედიის შემდეგ უკვე აკადემიური სფერო იქნებოდა, ვისაც დაარტყავდნენ და სტუდენტების ასეთი აქტივობა მათ რა თქმა უნდა არ მოსწონთ. სტუდენტურ აქტივობაში პოლიციაზე თავდასხმა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, საჯარო ქონების დაწვა განადგურება, პარლამენტსა თუ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა და გადატრიალება მცდელობა იგულისხმება. რისკენაც თავად მოუწოდებდნენ. შემდეგ კი ყველაზე აგრესიულებს სწავლაში მაღალ ქულებს უწევდნენ. რეფორმა ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრასაც ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დეპოლიტიზება. ჩვენი მთავარი ამოცანა არ გახლავთ მომხრე მოწინააღმდეგეების ლოგიკით დალაგება აკადემიური პერსონალისა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სწავლების და კვლევის პროცესს დაუბრუნდეს აკადემიური სექტორი. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სალექციო კურსების ჩატარების დროს პოლიტიზება. უნივერსიტეტი ვალდებულია ხარისხიანი განათლება მიაწოდოს სტუდენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აკადემიური საათით და სალექციო საათით გათვალისწინებული დრო უნდა დაეთმოს სილაბუსით გათვალისწინებულ საკითხების განხილვას და არა მაგალითად პოლიტიკური მოვლენების განხილვას და ასე შემდეგ. ამის მისაღწევად კი სასწავლო პროცესის მაქსიმალური უზრუნველყოფაა დაგეგმილი და სამეცნიერო კვლევით მუშაობაში როგორც პედაგოგების, ასევე სტუდენტების ჩართვა, მათ შორის ფინანსური წახალისების სისტემითა და გაწეული შრომის ანაზღაურების ზრდით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა ხელფასების მიმართულებით. ხელფასის გარდა ჩვენ შემოგვაქვს აკადემიური პერსონალისთვის საბონუსე სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმძღვანელოს დაწერის, მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში სტატიის, სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების, სამეცნიერო კვლევით საქმიანობის განხორციელებისა და მასში სტუდენტების აქტიური ჩართულობის საფუძველზე მათ საპრემიო ჰონორარები დამატებით მიიღო. რაც სრულიად განსხვავებული მიდგომაა იმისგან, რასაც ნაცმოძრაობა პოლიტიკურად არასასურველი კადრების მოსაშორებლად იყენებდა. აი ეს ხალხი, ვინც გამოდის ტელევიზორში ამასაობს, არის სირცხვილი ქართული საზოგადოების. სირცხვილი და ამაზრზენი მოვლენა რაც შეიძლება იყოს. ეს ხალხი ხო ჩაირეცხა და ჩაირეცხება ბოლოს. ენაგასაკვეთა მინისტრმა მერაბიშვილმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნივერსიტეტში საპატრულო პოლიცია შემოიყვანა და უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები
პოლიციის ძალით გაიყვანეს უნივერსიტეტი. ათასობით პოლიციელმა უნივერსიტეტს ალყა შემოარტყა, ხოლო დიდმა საბჭომ 100-ზე მეტი პროფესორი, რომელიც გაუძალიანდა, სააქტო დარბაზში გამოკეტა. თუკებით გვაწვდიდნენ წყალსა და საჭმელს, ტელეგრამე ვინც ვიყავით ჩაგეტილები იქ, სხვა შესაძლებლობა ჩვენ არ. 2004-12 წლები, ამას ხას გაუსვა, ძალიან კაფეთ მინდა ეს აღვნიშნო, სადაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მძიმედ დარტყმა მიადგა უმაღლესი განათლების სისტემას და განსაკუთრებული სამიზნე ამ დარტყმის აღმოჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნაცპროფესურას ჩანს დაავიწყდა რა გზით ჩაანაცვლა უნივერსიტეტებში ღვაწლმოსილი აკადემიკოსები, რომლებმაც ნაცრეფორმა გააპროტესტეს. სათანადო ინსტრუქცია ნაცმოძრაობამ ცხადია ბრიუსელიდან მიიღო. ევროპიდან მოვიდა ის ინსტრუქციები და რაღაც იქ გარკვევით ეწერა თურმე რომ უნდა შეურაცხყოფათ, შეიძლება უნდა დაამცირო ის ვისაც ებრძვი და ეს გაგიიოლებს მიღწევებას, ამიტომ იყო რომ ყველაფერი გვაკადრეს ჩვენ. გასოთ ის ტერმინები ჩარეცხილები, წითელი კომუნისტები და 1000 წითელი პროფესორები და სხვა და სხვა. სწორედ ასეთი ტერორის შედეგად გათავისუფლებული ადგილები უკავია მას შემდეგ დღევანდელ ნაცპროფესურას, რომელიც ახლა ეროვნულ რეფორმას უწყობს დემარშს. თუმცა მეხუთე კოლონის ტოტალურმა და უსაგნო პროტესტმა ეფექტი უკვე დაკარგა და არც აღარავის სჯერა. არ მგონია სწორი ვთქვათ, რომ უნივერსიტეტებს არ ქონდათ შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი დაეფიქსირებინათ. და თან სახეზე გვაქვს ასევე შემდეგ ხომ მოყვა ამ ყველაფერს პროტესტები. განათლება არის ის ნაწილი, სადაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს არა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეხედულებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცეები არა, არამედ სტუდენტის საუკეთესო ინტერესები. ამ რეფორმის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი ტენდენცია, ეს გახლავთ ის, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება უსმენს აკადემიურ საზოგადოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ სახელმწიფო თავის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს აკორექტირებს აკადემიური საზოგადოების შეთავაზებით, აკადემიური საზოგადოების არგუმენტაციის საფუძველზე უკვე არის ძალიან დადებითი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. აკადემიურ თავისუფლებას უნივერსიტეტისას არავინ არ ზღუდავს. აკადემიური თავისუფლება სწორედ იმას გულისხმობს, რომ აკადემიურ პროცესში უნდა იყოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ანუ არც არავინ არ ერევა აკადემიურ პროცესში და არც არავინ არ ზღუდავს საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი სრულად ემხრობა რეფორმას, აუცილებლად მიიჩნევს მის განხორციელებას და ძალიან ოპტიმისტურად უყურებს მის სამომავლო შედეგებს, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში უკვე ის ხილული იქნება, შეხებადი იქნება და ჩვენი საზოგადოება ამ რეფორმების შედეგად იგრძნობს. რეფორმის მასშტაბიდან გამომდინარე შედეგიც რომ კაფიო იქნება, ეს დღესაც კარგად ჩანს. ხოლო იქნება თუ არა იმ დროისთვის ბრიუსელი და მისი მეხუთე კოლონა ისევ აქტიური, საკითხავია. არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბრიუსელის ავტოკრატია და ქვეყნებს შორის უთანხმოება დეზინტეგრაციულ პროცესებს მისცემს მიზგს.